მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 8.91-დან. ახლა რომ დავაკვირდეთ ამ ამოცანას, მოდით ცოტა გავზდით და შეგვიძლია ნახაზე პრინციპში აქვე გამოვიყენოთ. მოდით შავ ფერზე გადავიდეთ. ესე იგი, 3 კვადრატი არის განთავსებული ისე, როგორც ეს ნახაზია ნაჩვენები. აჰა. კი, აგერ ხედავთ, იპოვეთ კუთხე AB და CD წრფეებს შორის. ნუ როგორ წესი, ახლა აგერ არის AB და CD წრფე, რომელ კუთხეზეა ხოლმე საუბარი? უფრო პატარა კუთხეს ვირჩევთ ხოლმე ამ დროს საპონელად. ნუ იყოს ეს ალფა კუთხე, აღნიშნოთ ალფათი. როგორ შეგვიძლია ახლა ეს ალფა კუთხე ვიპოვოთ? მოდი დავიწერთ აქ R. წერთ ის. ახლა გამოცანა პრინციპში ძალიან განსხვავებულიც არაა, მაგრამ უცებ რა შეიძლება მოგაფიქრდეს. მით უმეტეს ახლა შენ ერთგვარად დათქმა, ჩვენ რა დათქმა გვაქვს გაკეთებული, რომ ვეძებთ მსგავსებას, აი როცა სამკუთხედები აი გაკეთება რაღაც დოზით ამ პირობაში, პირველი შეძებეთ მსგავსება და მე ჩემი სტრატეგიაზე თუ რაიმე შაბლონის შემუშავებაზე ვსაუბრობთ ახლა, რომ მეორე ნაბიჯი იყოს ეძებე კოსინუსების თეორემის გამოყენების გზა. მით უმეტეს კუთხეების და გვერდების რაღაცა სინთეზური გამოყენების თუ პერსპექტივა იკვეთება, ანუ რაღაც ინფორმაცია არის გვერდებზე მოცემული, რაღაც კუთხეებზე და გეკითხებიან გვერდს, გეკითხებიან კუთხეს, ну, თან ალბათითაც მიხვდებით რა, რომ აი აქ კოსინუსების თეორემა ძალიან კაი საშუალება იქნება. ახლა ჩვენ რომ გადავწყვიტოთ კოსინუსების თეორემის გამოყენება აი ამ სამკუთხედში, მაშინ AC-ო სამკუთხედში ცხადია ჩვენ უნდა ვიცოდეთ ახლა აი კოსინუს მოდი შევცვალოთ ახლა ჩვენ ეგ ასე დავშალოთ კოსინუს ალფა რომ დავთვალოთ, ну აგერ აქ კუთხის კოსინუსიცა, ფაქტობრივად რა უნდა ვიცოდეთ? უნდა ვიცოდეთ CO გვერდი, ანუ მიმდებარე გვერდების კვადრატების ჩამს, CO-ს და A-ს კვადრატს უნდა გამოვაკლოთ AC-ს კვადრატი და შევაფარდოთ ორჯერ AOC-ოსთან, ხო? ну მე არ გეუბნებით რომ ეს გზა მომწონს, მაგრამ აი ალბათ რომ არ ვიცოდი ახლა გამოცანის ამოხსნა, ანუ გარკვეული ანალოგია, რაღაცა ასოციაცია არ გამჩენოდა რაღაც სხვა ამოცანებთან, მიგახვედრეთ ახლა რომელ ამოცანებთან, ხო, ალბათ ასე გავუყვებოდი ბოლომდე რა. ახლა აქ არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ აი ეს გვერდები ტოლია, ხო? აი ეს გვერდები ტოლია ერთმანეთს, იმიტომ რომ 3 კვადრატი იყო ერთმანეთის გვერდ დალაგებული და ფაქტობრივად გამოდის, რომ მე თუ შემოვიტან ამ გვერდის აღსანიშნა და 100-ს, ესე იგი 10 უნდა გამოსახო ყველაფერი, რომ მე ერთგვარად შემოკვეცოს და დამჩეს კუთხის კოსინუსის მნიშვნელობა რა. ანუ ფაქტობრივად ახლა შენ ამოცანა დაგდის რაზე, სადამდე რომ AC-ც გამოსახო, ეს 100 საშუალებით, აი რამდენი არის CO-ც, A-ც, აი აქამდე დადის. ახლა ამას როგორ გააკეთებდი, ხო? უნდა იფიქრო. ხედავ, რომ აი ეს სამკუთხედი ოდიპიდან დავწერე აქ სამკუთხედი COB მსგავსია სამკუთხედი DO100. აი COB აი ეს კუთხე, მოდი ავიღოთ შავი. წითლავს ავიღებ, აი ეს კუთხე, აი ამის ტოლია ეს კუთხე, შიგაჯვარით დამდებარია, აი ამის ტოლია. შესაბამისად, ზედა და ეს ქვედა დიაგონალით მიღებული სამკუთხედები ტოლია, ხო? თუ ტოლია, გვერდების შეფარდებები ფაქტობრივად გცოდნია. როგორ? ანუ ეს ხო 2 არის, აქ ზემოთ 3 არის, ანუ მსგავსების კოეფიციენტი იქნებოდა 3 2-თან. ანუ გამოდის, რომ
CO იქნება სიტყვაზე თქვა რაღაც 3K, OD იქნება 2K და X შემოვიდა. აგერ 3X, 2X. ახლა ეს 3X და 2X რა არის თავისუფლება? ანუ გამოდის, რომ სამკუთხედი CAD-დან დაწერდი პითაგორის თეორემას, CD კვადრატი ტოლი იქნებოდა A კვადრატს პლუს 2A კვადრატი, არ იქნებოდა ასე? იმიტომ რომ CD აგერ A, აგერ 2A და თავისუფლად CD თუ 5X-ია, ხო, 5X კვადრატი ტოლი იქნებოდა რამდენი გამოდის ეს A კვადრატს პლუს 4A კვადრატი 5A კვადრატია. სათუშნო რიცხვებიც არ გამოდის 25x კვადრატი გამოდის 5A კვადრატი 5 და ეს იკვეცება თუ ამოფესვავდით ანუ ფესვი 5x უდრის 100 და x გამოდიოდა შეფარდებული ფესვი 5-თან. მაშინ აქედან გამოდის რომ შენ ცოდნია ოდე გვერდი იქნებოდა ორჯერ a ფესვი 5 შეფარდებული ფესვი 5-თან და CO უკვე გამოსახულია, ხო ეს იქნებოდა 3ჯერ შეფარდებული ფესვი 5-თან. ანუ CO თუ გამოვსახეთ ახლა, გამოსასახი რჩება AO. ანალოგიურად ახლა აგერ სამკუთხედი ACB-დან რა გამოვიდოდა? ACB-დან გამოვიდოდა რომ ჩვენი AB გვერდის კვადრატი ტოლია მეგობრებო A კვადრატს დამატებული 3A კვადრატი, 3A-ს კვადრატი. ახლა არ დაგავიწყოთ, რომ ეს y თუ არის AO, ოდიში 2y, ხო? აქ ზედაც ეს 3y-ია, ხო? იმიტომ რომ COB სამკუთხედი მსგავსი იყო AOD-ი და DO-ასი და 3 ორთან იყო მსგავსების კოეფიციენტი და OB გვერდს თუ აღნიშნავდი 3y-ით, AO 2y უნდა ქონოდა, ხო? აქ ახლა ავდგებოდი და ჩავწერდი, გამოდის, რომ AB 5y-ია, სულ ჯავში და ანუ 5y-ის კვადრატი ტოლი იქნებოდა აქ 10A კვადრატი გამოდის, ხო? 8 იყო კვადრატში, ანუ 25y კვადრატი უდრის 10A კვადრატს და თუ ამოვფესვავთ ახლა ვქრები ამას, იქნება A ფესვი 10 მეხუთედი რა. და კაი დავტოვოთ ეს ასე. და შესაბამისად, მაშინ აქედან მოდი აუ დავთვალოთ მარტო, აუ რა იქნებოდა 2ჯერ ფესვი 10 მეხუთედი, ხო? ავდგებოდით და ახლა შევიტანდით აი აქ აღნიშნულობებს კოსინუს ალფა რა გამოდიოდა CO-ს აი ამ 3A ფესვი 5-ის კვადრატს დამატებული აო CO-დაო აგერ არის ხო თუ ანგარიში არ შემშლი ახლა 2A ფესვი 10 შეფარდებული 5-თან ამის კვადრატი დამატებული გამოკლებული ოქროები 10-ის კვადრატი 10 არის A კვადრატი შეფარდებული 2ჯერ 3A ფესვი 5-თან გამრავლებული 2A ფესვი 10 მეხუთედთან. და ნუ გამოთვლით ახლა ამას, დიდი ლამაზი გამოსათვლელი არა, მაგრამ ახლა პრინციპში სილამაზეს არ ვჭივართ, მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის 9A კვადრატ მეხუთედი, 9A კვადრატ მეხუთედს პლუს ქვემოთ აქ რა ხდება, ესე იგი ეს იქნებოდა 4A კვადრატი 10 ფესვი 10 25. მოდი ასე 4A კვადრატი გამრავლებული 10-ზე შეფარდებული 25-ზე, მოდი იქ შევკვეცოთ აქ 2 აქ 5 მინუს A კვადრატი და ქვემოთ გვექნება. შევედეთ რა ვქნათ ახლა მოდი ასე ვქნათ ეს ფესვი 5 და ფესვი 10 შევკვეცოთ და ფესვი 2 გვექნება. ეგ ერთი, მერე 2, 3, 2-ზე გამრავლდება, ეგ არის რამდენი? 12, აგერ კიდე ფესვი 2-ზე გამრავლდება, 12 ფესვი 2 A კვადრატ მეხუთედი. მოდი გავაერთმშველიანოთ ზემოთ, ესე იგი რა გამოდის? აქ 2 ხო დამრჩა, ესე იგი ეგ არის 9A კვადრატ მეხუთედი, აქ არის 8A კვადრატ მეხუთედი. ანუ 9A კვადრატს მინუს 8A კვადრატი და პლუს და მინუს 5A კვადრატი. ასე არ გამოდის?
მეხუთედი შეფარდებული 12 ფესი 2 მეხუთედი a კვადრატი. ეს ხუთები შეიკვეცება, ზემოთ გვექნება, ესე იგი 9 პლუს 8 17, 17 მინუს 5 12 a კვადრატი, ქვემოთ გვაქვს 12 ფესი 2 a კვადრატი. a კვადრატი მიკვეცება, 12 მიკვეცება. ეს არის 1 ფესი 2, ნუ კოსინუს ალფა, სად არის 1 ფესი 2, ეს იგივე ფესი 2 მეორედია 45 გრადუსი. აი, ვაგლახით, მივიღეთ, მეგობრებო. აქ პასუხი. ანუ ალბათ დააკვირდით როგორ ვიმუშავეთ. აი როგორი მომენტი იყო, იცით? დავინახეთ თავიდან, რომ აი კოსინუსების თეორემა შეიძლებოდა გამოგვეყენებინა და ვეცადეთ ყველაფერი გაგვერკვია, რაც ამ მეთოდის გამოყენება სჭირდებოდა. მაგრამ ჩვენ რამდენჯერმე მეგობრებო ნახეთ რომ აი ორჯერ იყო ასეთი სიტუაცია, ზუსტად ახლა ნომრები არ მახსოვს, მაგრამ შეგიძლიათ გადაავლოთ მე კატეგორიის ამოცანებს თვალი, აი სადაც იქ სამკუთხედის ორ კუთხეზე ერთ კუთხეზე გვეკითხებოდნენ, უნდა გვეპოვა ეგ და დანარჩენი ორი კუთხის ტანგენსის დათვლის საშუალება გვქონდა. და ძალიან ლამაზად ტანგენს ალფას პოვნის საშუალებით მე ვიპოვეთ ალფა კუთხე რა იქნებოდა. აი მე გთავაზობთ ახლა მაგ მეთოდს მეგობრებო, ნახოთ აქ ხომ არ არის შესაძლებელი მაგის გამოყენება. აბა მაინც რა გქითხით. კი ბატონო, ეს მაინტერესებს, მაგრამ ეს რომ ვიპოვო, აი ეს. მოდი, კითხვის ნიშანს დავწერ ახლა აქ. აი ეს ალფა და ბეტა კუთხის, აი ტანგენსი რომ გამაგებინა, ალფა შევჭამთ რა, ძალიან მარტივად ვიპოვით. მოდი ისევ დავშტრიხოთ ეს ასე სამკუთხედში, ხო? და ახლა არ არის ეს სხვათა შორის რაღაც ისეთი შეუსრულებელი მისია რა. ეს თუ არის, ეს ხო გამოდის 2-ა. და რა უნდა მაშინ სამკუთხედი CAD-დან ტანგენს ალფა რა გამოვიდოდა? არ გამოვიდოდა მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული მიმდებარე კათეტთან, ხო? 2-ა შეფარდებული 100-თან. კარგია. ახლა ნახეთ სამკუთხედი AC აცრავად. ბედა რა გამოვიდოდა AC-დან. არ გამოვიდოდა უქმები რომ ტანგენს ბეტა უდრის, ნახეთ, ეს ფლიანად ხო 3 აიქნებოდა, აი აქ, ასე CB თუ 10 გვაქვს კვადრატის გვერდი აღნიშნული. 3-ა შეფარდებული 100-თან, ხო? აი მოპირდაპირე კათეტი, მიმდებარე კათეტი, აი ბეტა რო ვთქვათ, ტანგენს ბეტა. ანუ იქნებოდა 3. და ახლა მოდით და დავწეროთ აი სამკუთხედი 91 ნომერს. სამკუთხედი AC-დან AC-დან ახლა წაიშალგავთ და აგერ არისო, ხო? ტანგენს კითხვის ნიშანი რას უდრის? ეს ხო უდრის ტანგენს 180 გრადუს გამოკლებული ალფა პლუს ბეტა რა. კი. ეს ხო დაყვანის ფორმულაა, მეგობრებო. და 180 გრადუსს როცა აკლდება, პრინციპში ეს ტანგენსისთვის პერიოდიცა ფუნქცია ტრიგონომეტრიული ხო არ იცვლება. ისევ ტანგენსია თან რომელი კუთხის, რაც აკლდება ხო იმ კუთხის და რომელი მეოთხედია მეორე, აი პოტენციაში მეორე მეოთხედია, ამიტომ ეგ მინუსი იქნება, ხო? ისევ ავიხსენოთ. როდესაც აგერ არის 180 გრადუსი და მას ვაკლებთ, ყოველთვის ხო გულისხმობთ, რომ ეს მაკლები 90 გრადუსამდე, ასე ვთქვათ, პირველი მეოთხედისა, არა, მნიშვნელობა იქნება თუ არა, შეიძლება მაკლები 1000 გრადუსია, მაგრამ შაბლონივით რომ დავიმახსოვროთ და აქედან რომ მოდიხარ, რომელ მეოთხედში აღმოჩნდები, მეორე მეოთხედში არ აღმოჩნდები და ტანგენსი მეორე მეოთხედში უარყოფითია. ამიტომ ტანგენსი თუ უარყოფითია, მას მინუსი ჭირდება წინ, რომ უпростоრად ეს თუ უარყოფითია, მაშინ მას მინუსი ჭირდება წინ, რომ ბალანსი შედგეს, ეს უარყოფითი გამოდის, ხო? ეს ამ მეორე მეოთხედის კუთხეა.
აი, წესით ახლა ეს ალგებრის კომპონენტია, უნდა გახსოვდეთ და ვფრით რომ კარგად ვიცით და ვაგზავნებთ. ასევე ალგებრიდან უნდა გახსოვდეთ თქვენ არგუმენტის გაშლის ფორმულა, ხო? ეს იქნება ტანგენს ალფას პლუს ტანგენს ბეტა შეფარდებული 1 მინუს ტანგენს ალფა ტანგენს ბეტა. და ტანგენს ალფა და ტანგენს ბეტა აგერ არ გვაქვს დათვლილი? ესაა მინუს. ტანგენს ალფა რა არის? 2, ტანგენს ბეტა 3. გვევთ? ეს გამოკლებული 2/3, ანუ გამოდის 5 შეფარდებული -5-თან, ანუ ეგ არის დადებითი 1. ტანგენსი რომელ კუთხეზეა დადებითი 1, ხო? პირველი 0-დან 180 გრადუსისთვის ვკითხულობ ახლა. იმიტომ რომ ჩვენ ხო სამკუთხედში ვართ და სამკუთხედის კუთხეები არის მეგობრებო 0-დან 180-მდე და აი ამ შუალედში ტანგენსი დადებითი სადაა პირველ მეოთხედში და კონკრეტულად 45 გრადუსისთვის არის ერთი სტოლი. აჰა, მიპოვეთ საძიებელი კუთხე მეგობრებო. აი შეადარეთ ახლა ეს ამოხსნა წინა ამოხსნას, ხო? ეს ამოხსნა შეიძლება ჩავთვალოთ დაახლოებით ერთქულიანი, ანუ შეიძლება ახლა, როდესაც ამოცანის შემდგენელი ჩქარობს და უცებ ნახა პირობა და მე ამოხსნას გადაავლო თვალი 100 ამოხსნილი და აი ეს ერთქულიანი ამოცანა და შეიძლება გაუშვას და ახლა ბავშვების უმრავლესობა იქ დაინახოს კოსინუსების თეორემა გამოსაყენებელი, ერთქულიანი კი არა, კაი საბრძოლის სამქულიანი ამოცანა გამოდის, ხო? ატო მე მომწონს საკმაოდ ძლიერი ამოცანაა და მე რამდენჯერ გვეხმარება ახლა ლოგიკა რომ კუთხე კოსინუსების თეორემით კი არ გამოთვალო სამკუთხედში, არამედ გამოთვალო ტანგენსის საშუალებით. 82 ამოცანა. სამკუთხედის გვერდები არის 8, 9, 13 და უნდა ვიპოვოთ მეგობრებო უდიდესი მედიანა. კარგი, მოდი აბა აგერ ავიღოთ პირობითად. ეს არის 8, ეს არის 9, ეს არის 13 და გავიხსენოთ ახლა მედიანის ფორმულა როგორ იწერება, ხო? რომელ გვერდზე გავავლოთ ახლა მედიანა და მოდი ვთქვათ, C გვერდზეა პირობითად მედიანა გავლებული. ახლა დიდად არ მიყვარს ეგ ფორმულა თქო, თქვა მაქვს, მაგრამ მოდი გამოვიყენოთ ახლა, ესა 1/2 ფესვი 2-ჯერ a კვადრატს პლუს b კვადრატი მინუს c კვადრატი. ანუ რომელ გვერდზეც უშვებ, ხო? ცხადია ახლა იმ გვერდზე ანუ c გვერდზე ვუშვებ, ესე იგი დანარჩენი ორი გვერდის გაუკეთებული კვადრატების ჯამს აკლდება აი ეს თავად ის გვერდი, რომელ გვერდზეც არის მედიანა დაშვებული. თუ დაგავიწყდათ მეგობრებო, ძალიან მაგარი საშუალებაა, აი თქვა თუ გიდათ 13-ზე დაშვებული მედიანის სიგრძის პოვნა, გააგრძელეთ ეგ თავის სიგრძის ტოლი. ანუ ეგ x ხო არის, გეკითხებია, გააგრძელეთ თავის ტოლის სიგრძით, შეკარე პარალელოგრამი და გამოიყენე პარალელოგრამის ძალიან ლამაზი თვისება დიაგონალების კვადრატების ჯამს. ერთი დიაგონალი 2x გამოდის, მეორე დიაგონალი 13 და ეს ტოლი უნდა იყოს გაუკეთებული რვისა და ცხრის კვადრატების ჯამზე, იმიტომ გადაწყდა უკვე შეკრული პარალელოგრამის გვერდები გამოდის, ხო? და ვიყენებთ აქ თეორემას, პარალელოგრამის ძირითად თვისებას, რომ გვერდების კვადრატების ჯამი დიაგონალების კვადრატების ჯამის ტოლია. კარგი. მაგრამ ახლა ფორმულას თუ გავამზადებ, ხო? შეიძლება შედარებით მალე მივხვდე უშუალო კითხვას, რასაც გეკითხებიან, ანუ რა არის მეგობრებო, რომელია უფრო დიდი მედიანა. და თავისთავად აქ ფორმულა კარგად ჩანს ახლა რომ მედიანა დიდი რომ იყოს, რაც შეიძლება c უნდა იყოს პატარა მინიმალური. და ეს a კვადრატი და b კვადრატი რაც შეიძლება დიდი რომ აი საკლები დიდი იყოს, მაკლები პატარა, შესაბამისად სხვაობა დიდი იქნება და დიდი რიცხვიდან ამოვა ფესვი. პრინციპში აქ უნდა მიხვდეს შე რომ 8-ზე უნდა დაგიშვა ეს მედიანა რა. ახლა როცა ფორმულას წერა კარგად ჩანს, შეიძლება ახლა იქ ცოტა შეთხევებს გახილოთ, დაგჭირებოდა როცა გაგრძელებით აკეთებ რა.
ანუ რა იქნებოდა საძიებელი მედიანა? ეს იქნებოდა 1/2 2-ჯერ 13-ის კვადრატს პლუს 9-ის კვადრატს გამოკლებული 8-ის კვადრატი. აბა ანგარიში წავიდა ახლა ჩვენი საყვარელი მომენტი ხო ამოცანებში. საქმე ხუბლობით. ესა 179-ს 13-ის კვადრატს დამატებული 9-ის კვადრატი 91 გამოკლებული 64 179-ს დამატებული 91 და 0.5 2 250 ხო? 250 ეს გამრავლდებოდა 2-ზე 500 500 ვაკლებთ 64-ს ეს არის 6 3 4 436 მერე 436 და ფესვი არ ამოდის ხო? აი, მოდი გადავავლოთ კიდე თვალი, რამე ხო არ შეგვიძლია 13-ის კვადრატი 179 არის. კი ბატონო. ბოდიში. ხო. აქ ჩვენ გვეკითხებოდნენ ჩვენ უკეთესი ამოცანა ამოვხსენით, ახლა ამ შოვა კითხვას უნდა დავკვირვებოდი. ჩვენ გვეკითხებოდნენ, მეგობრებო, უდიდესი გვერდის მედიანას და არა უდიდეს მედიანას. მე ახლა აქ ვიტყვიდი უდიდეს მედიანას რა და შესაბამისად პასუხი არ უთხოვდა და გამიკვირდა, იმიტომ პასუხი მთელი უნდა მიგვეღოდა, აქ ვიღებ ანუ რაციონალური უნდა მიგვეღოდა, აქ ვიღებთ აშკარად ირაციონალურ რიცხვს. ანუ ეგ არის 1/2-ჯერ ფესი 436. კაი, ნუ ბოდიში გიხდით არ დავაფასე ახლა მარტივი ამოცანა და ცოტა ვიჩქარე. ჩვენ გვეკითხებიან უდიდეს მედიანას, ანუ უნდა დაგვეშვა 13-ზე. აი, აქ უნდა დაგვეშვა ეს მედიანა. ასე. და ნუ გვეკითხებიან ამას. თუ არა უშავს, კაი, ანუ რა იქნებოდა ამ კვადრატი? მოდი კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ ფორმულა. მაგრამ მოდი მე 2 წამიან 3 წამიან პაუზას გავაკეთებ, თქვენ დააპაუზეთ და თქვენ თავად თქვით რა იქნებოდა m, ანუ აქ კვადრატი, m რა იქნებოდა? აბა 1 2 და მოდი ახლა დავწერე. ეს იქნებოდა 1/2 გამრავლებული ფესვი გაურკეცებული რა გვერდებს შორისაც გადის, ანუ 8-ის კვადრატს დამატებული 9-ის კვადრატი. და გამოკლებული რა გვერდიც არის დაშვებული თავად მისი მედიანა. 8-ის კვადრატი 64, 9-ის კვადრატი 91, მათი ჯამი არის 145. თუ გააორკეცებ, ეგ იქნება 290 და 290-ს უნდა გამოვაკლოთ ჩვენ, რა არის 13-ის კვადრატი 179. ეგ არის 1 900 გამოვაკდა აქ დარჩა 800-6 ეგ არის 2 და 1. აჰა, ნუ კარგია. მე ესე იგი მივიღეთ 1/2 ფესვი 121-დან, ანუ 1/11 გამოვიდა მეგობრებო საძიებელი მედიანა. კი ბატონო, ასე არის პასუხებშიც. ნუ არაფერი მარტივი ამოცანაა, უბრალოდ ცოტა ეს ნაკლებ საყვარელი ფორმულის გამოყენება მოგიწევთ და უნდა იცოდეთ ეს ფორმულა ზეპირად აუცილებელია, თუმცა ისიც უნდა გესვოდეთ საიდან მიიღება. 93. სამკუთხედის ორი გვერდი არის 7 და 11, მესამე გვერდის მედიანა ვიცით, უნდა ვიპოვოთ თავად მესამე გვერდი. კი ბატონო. ორი გვერდი არის 7 და 11, მესამე გვერდი არ ვიცით, მასე დაშვებული მედიანა ვიცით არის 6. აი მოდი კიდევ ერთხელ დავაკვირდები რომ არ ვიჩქარო, ორი გვერდი არის 7 და 11, მესამე გვერდის მედიანა უდრის 6. კი, იპოვეთ მესამე გვერდი. აჰა. მოდი კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ ფორმულა. ნუ მეც აქ ალბათ გავაგრძელებდი და ისე შევავსებდი, მომწონს ძალიან პარალელოგრამის თვისების გამოყენება, მაგრამ კიდევ ერთხელ გვეძლება საშუალება ფორმულის გამოყენების და ყველაზე კარგი ხერხული ფორმულების დასამახსოვრებლად მისი ხშირი გამოყენება. აბა, რა იქნებოდა მედიანის სიგრძე, ანუ 6, ეს იქნებოდა 1/2-ჯერ ფესვი
გაორკეცებული მიმდებარე გვერდების კვადრატების ჯამს გამოკლებული, ну, ეს მედიანა რაღაცას დაეცემა მისი კვადრატი. ორი გადადის საკით გამოიქნება 12, ფესვი, შიგნით რა ხდება, ეგა 59, ესა 121, მათი ჯამი გამოდის 170, ხო? და 170 გამრავლებული 2-ზე, ეგ იქნება 340. აა კი ბატონო, მე 12-ის კვადრატი 154, ეგა 340 მინუს x კვადრატი და x კვადრატი გამოდის მეგობრებო აქ 340 უნდა გამოვაკლოთ 154 გარი 196, ხო? აჰა, ძალიან კარგი რიცხვი x გამოვიდა 14-ის ტოლი. ასე რჩი. საკმაოდ სადაც რაფად გამოითვალა. 84. სამკუთხედის ერთი გვერდი არის 13 და მისი მედიანა არის 8. იპოვეთ ამ სამკუთხედის ორი სხვა გვერდი თუ მათი შეფარდებაა 3 და 5. ნუ, შევაქოთ ავტორი, რომ კიდევ გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ მედიანის სიგრძის სასათვლელი ფორმულა. ალბათ მასაც ჩვენარი განცდა აქვს და თვლის საჭიროთ, რომ გაჯდეს თავში ეს ფორმულა. სამკუთხედის ერთი გვერდი არის 13, მისი მედიანა, ანუ ამ გვერდზე დაშვებული მედიანა არის, პრინციპში აქ 8-ს დავწერ პირდაპირ. არ მინდა აღნიშნა. იპოვეთ ამ სამკუთხედის ორი სხვა გვერდი თუ მათი შეფარდება არის 3-5-თან, ხო? ანუ მოდი შევავიტანოთ ეს 3x, 5x და დავწეროთ ახლა, აბა რა ხდება მედიანის სიგრძე, ანუ 8 კვადრატი, ტოლია, 1/2 ფესვი გაორკეცებული დამრავლი მიმდებარე გვერდების კვადრატების ჯამის, ანუ 3x-ის კვადრატს დამატებული 5x-ის კვადრატი და გამოკლებული მოპირდაპირე გვერდის კვადრატი. რომელ გვერდზეც არის დაშვებული. ეგა 64, ორიანი გადავა გამრავლებით, ასე, მერე ფესვი. ეგ არის შიგნით 9x კვადრატი და 25x კვადრატი, 9x კვადრატს დამატებული 25x კვადრატი, ეს არის 34x კვადრატი. და ორი გამრავლდება 34x კვადრატზე 68x კვადრატი გამოვიდა. გამოკლებული 169. ცუდი რიცხვები არის ეს. და ასეთი საშინელება უნდა გამოვიდეს ახლა. რა გავაკეთე აქ? რატომ აქ 8 კვადრატი საერთოდ? რა 8 კვადრატი? 8 უდრის ამას, ხო? ოდიში რა. ხო, რამდენად წერდა? ახლა საიზღარი რიცხვები რო არ ყოფილიყო, სულ შესწავლას უშვებდი. მედიანა უდრის ამას და არა მედიანის კვადრატი. შესაბამისად, არავით არის 64 არ გიქნებოდათ. ხო, აი. ორი გადავიდოდა გამრავლებით, ესაა 16. ახლა აიყვანდი კაცი, ეგ არის 254 უდრის 68x კვადრატს მინუს 169 და 68x კვადრატი ტოლი იქნებოდა 169 დაემატება 254-ს, ხო? რამდენი გამოდის? 256 და 14. 256. დაემატება, ეგ რა იქნება? მოდი აგე არ შემეშალოს კიდევ. გარშე ასე დავამატოთ 5, აქ 2, ერთის დამახსოვრებული, აქ 4 გამოდის, ხო? 425. ვითო? ასე არის? იკვეცება რამეზე და 68 არის 4x17 და თუ 17-ზე არ იკვეცება, ერთის თუ დავტესტოთ 42-ში 17 მოთავსდება 2-ჯერ 34. რჩება შემდეგ 8 და 85-ში 17 5-ჯერ მოთავსდება. 17-ზე იკვეცება. ესე იგი, აქ 17 მოთავსდება 4-ჯერ, აქ 17 მოთავსდება 25-ჯერ, არა? ესე იგი 4x კვადრატი უდრის 25-ს, თუ ამოფესვავთ 2x უდრის 5-ს და x-ი გამოვიდა 5/2.
შესაბამისად, გვერდები იქნებოდა მეგობრებო, 3-ჯერ 5 მეორედი და 5-ჯერ 5 მეორედი, ანუ პასუხი იქნება 15 მეორედი, ანუ 3-იც უნდა გამრავლებული იყო 5 მეორედზე და 5-იც უნდა გამრავლებული იყო 5 მეორედზე, ანუ 25 მეორედი. კი ბატონო, ავტორსაც 100 აქვს. 95. 95-ში ახლა ბევრი პირობა ჩანს და აბა მოდი ვნახოთ 1, 4 ამოცა რა, ბისექტრისაზე არის უკვე. კარგი ბატონო. მოდი აბა ვნახოთ. ჩვენ ეს უკვე A კატეგორიის ამოცანებში გამოყენებული გვაქვს ბისექტრისის სიგრძის დასაცველი ფორმულა და ალბათ მასე ან ბისექტრისის თვისებაზე იქნება, ხო? მოდი პირველი გავაკეთოთ. მოცემულია MNK სამკუთხედი. ასე MNK და გავლებულია MP ბისექტრისა. ეს კუთხე უდრის ამას. MP. რა ვიცით ახლა პირველ ამოცანაში. MN არის 6. MN 6-ია. MK არის 8. კი ბატონო. MK არის 8. და NK აი ეს მთლიანად არის 11. გთხოვენ NP-ს და PK-ს. აი ეს გვერდები უნდა ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ახლა აქ გახსენდებათ პირველ რიგში ბისექტრისის ძალიან მაგარი თვისება, რომ მოპირდაპირე სამკუთხედის ბისექტრისა მოპირდაპირე გვერდს ყოფს მიმდებარე გვერდების პროპორციულად. ანუ NE ისე შეეფარდება PK-ს, როგორც 6-8-ს. რა თქმა უნდა, აქ შეგიძლიათ ახლა x-ით აღნიშნოთ NP, 11 - x იქნებოდა PK, ამას დაწერთ, ანუ x-ი შეფარდებული 11 - x-თან ეგა 6-მერვედი და ამოხსნით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არხზე, მაგრამ ხშირად ამას უხდება ესეთი, ეს ფაქტობრივად ხო პროპორციაა, თავიდანვე ხო იცი შენ, რომ ბისექტრისით მოპირდაპირე გვერდზე მოკვეთილი მონაკვეთები, ხო? პროპორციულ თანაფარდობაში არიან აი ბისექტრისის მიმდებარე გვერდების მიმართ. პირდაპირ შეგიძლია თქვა, რომ ეგ არის 6x, ეს 8x. ასე შეგიძლია პირდაპირ შემოიტანო რა. თუ ახლა იმასაც ხედავ, რომ 6-8-ს ისე შეეფარდება როგორც 3-4-ს, მაშინ პირდაპირ დაწერდი 3x დაწერდი აქ და 4x დაწერდი რა. იმიტომ რომ 3-8-თან შეფარდება, იგივე 3-4-თან შეფარდება. და ესე ხშირად უფრო მარტივია ასე დანახვა, ამას გავუტოლებ 11-ს, ეს იქნება 14x უდრის 11-ს და x უდრის 11 - 14-ს და შესაბამისად NP იქნებოდა NP ხო არის 6x, 6-ჯერ 11 - 14 და PK იქნებოდა მეგობრებო 8-ჯერ 11 - 14, თუ ამას შეგვეცთ 6 შეფარდება 14-თან, 7 აქ 3 33-7, ქვემოთ იქნება ეს 7 აქ 2-ზე შეგვიძლია 4-54-7. თუ შეგვეძლო ასეს დაგვიტოვებინა ახლა მე მაშინ დიდ პრობლემას შორ ხედავ და ეგ ძალიან კაი ამოხსნა გამოდის რა. მოდი ბოლო გავაკეთოთ ახლა და 85-ის მეოთხე და არ მინდა მეტი ესენი მარტივებია. 85-ის მეოთხე ანალოგიურად უნდა ვიყოთ MNK სამკუთხედი. ასე. ავალოთ აქ MP ბისექტრისა. MN-ს პლუს MK არის, აგერა, MN-ს პლუს MK არის 20 და ვიცით, რომ NP ისე შეეფარდება NK-ს, NP ისე შეეფარდება NK-ს, როგორც 2-5-ს. უცებ, ანუ ესე იგი ესაა 2x, 5x
ბოდიში 3x იქნება. ხო? იმიტომ რომ NP NK-ს NP თუა ორი ნაწილი, NK გამოდის 5 ნაწილი, ხო? აგერ ასე არის. NP არის ორი ნაწილი და NK 5-ო და შესაბამისად, მაშინ ეს გამოდის აქ 3 ნაწილი, ხო? და აქაც ოქროები ახლა პირდაპირ უკვე ბისექტრისის თვისება უნდა გამოიყენოთ, როგორც ერთგვარი საშუალება და თუ NP PK-სთან არის 2 სამთან ფარდობა, გამოდის რომ MN MK-სთანაც არის 2 სამთან, ხო? იმიტომ რომ ბისექტრისით მოკვეთილი გვერდები არის მიმდებარე ბისექტრისის მიმდებარე შესაბამისი გვერდების პროპორციული და ანუ აქ იქნებოდა ოღონდ 2y და იგივე თანმიმდევრობით დაწერდით 3y, ხო? და რადგანაც მათი ჯამი არის 20, ანუ 2y-ს დამატებული 3y არის 20, ანუ 5y არის 20, y გამოდის 4, შესაბამისად mn იქნებოდა 2-ჯერ 4, ანუ 8, ხოლო mk იქნებოდა 3-ჯერ 4, ანუ 12. ну 8 და 12 იქნებოდა პასუხები. მგონია რომ ისეთი რა კარგი მიდგომა თქვა აი კუთხით გავარჩევთ მსგავს საკუთხედებს, მსგავს ამოცანებს. 86-ე ნახოთ რას გვიმზადებს. 86. ABC სამკუთხედის პერიმეტრი არის 32. აი, ახლა ავიღოთ რაიმე ABC სამკუთხედი. ასე. და BC პერიმეტრიც დავიტანოთ აგერ 32. აკუთხის ბისექტრისა BC გვერდს ყოფს 5-ის და 3-ის ტოლ ნაწილებად, ანუ გავაგებთ ჩვენ ასე. ბისექტრისა და 5-ის და 3-ის ტოლს, ну იყოს ეს AK ბისექტრისა. იპოვეთ უდიდესი გვერდის სიგრძე. აი ძალიან მარტივად ახლა ბისექტრისის მოკვეთილი მონაკვეთები როგორ შეეფარდება ერთმანეთს, ხო? როგორც მიმდებარე გვერდები და ეგრევე 3x და 5x არ იქნებოდა. დავინახოთ რა ერთ მომენტი ძალიან კაი. მაშინ გამოდის რომ პერიმეტრი იქნებოდა 3x დამატებული 5x დამატებული 8. ну არ დაგვაწყდეს რომ ეს პროპორციული რაღაც ნაწილები კი ეს სანტიმეტრები იყო 3 და 5 სანტიმეტრი, მაგრამ მიმდებარე გვერდების შეფარდებაც იგივე იქნებოდა. შესაბამისად ეს 32-ია და 8x უდრის 24-ს, x გამოდის 3 და გვერდები იქნებოდა AB გამოვიდოდა 9, AC გამოვიდოდა 15 და ნუ BC გვერდი ისედაც ვიცით, ხო? ჩვენ აქ გთხოვდნენ, უდიდესი გვერდი იპოვეთო და ნუ BC გვერდი ვიცოდით ეგ იყო 8 და შესაბამისად უდიდესი გვერდი მეგობრებო გამოდიოდა 15. მართკუთხა ტოლფერდა სამკუთხედის კათეტი უდრის 100-ს. აი, მოდი ავიღოთ მართკუთხა ტოლფერდა სამკუთხედი და მისი ტოლფერდა სამკუთხედის კათეტი. ტოლფერდა, ბოდიში და ხაზი ფლად იდეალური არ გამომივიდა. ტოლფერდა სამკუთხედის კათეტი არის, ანუ ჰიპოტენუზა ხო ეგრევე აფესიური იქნებოდა. ეს დავწერეთ. როგორ ნაწილება ტყობს მას მოპირდაპირე კუთხის ბისექტრისა. ანუ ჩვენ უნდა გავავლოთ მახული კუთხის ბისექტრისა ასე და უნდა ვთქვათ რა ნაწილება ტყობს, არა? აი შეხედეთ ახლა რა მარტივია. კი ბატონო, ჩვენ ვიცით რომ ეს გვერდი არის მთლიანად ხო შეგიძლია დაიწყოთ ახლა ამას დაარქვა x-ი, ეს იქნება -x-ი და ძალიან სადად მარტივად 100-x-ი შეფარდებული x-თან, ანუ ბისექტრისით მოკვეთილი გვერდების ნაწილების შეფარდება ტოლია შესაბამის გვერდების, ანუ ამის შესაბამისი გვერდი, ანუ რასთანაც ახლოსაა ის არის, ამის შესაბამისი გვერდი ეს, ანუ
ფ2 შეფარდებული 100. აი ძალიან კაი ამოხსნა ხო, ეგ იკვეცება, აქედან გამოდის რომ -x-ი არის, აი x-ი გადავაკეთ გამრავლებით, ფ2 ჯერ x-ი. რა თქმა უნდა, x-ებს დაალაგებთ ცალკე, ახლა აქ პრობლემა არის თვითონ ირაციონალურ გამოსახულებებზე მუშაობა, შენ x-ის სუფთა სახით უნდა გამოყო, ფ2 პლუს 1 უნდა დაწერო და x-ი გამოდის, ფ2 პლუს 1 გადავიდოდა 100 მხარეს შეფარდებით, მაგრამ შეიძლება აქ პასუხებში მსგავსად არ ეწეროს და ირაციონალობა იყოს მნიშვნელში მოსპობილი რა. ანუ მრიცხველიც და მნიშვნელიც რომ გავაბრალოთ ჩვენ ასე იქნებოდა ფ2-ს -1-ზე და ქვემოთაც გავაბრალებდით იგივეზე, ანუ ამით წილადის მნიშვნელობას არ ცვლით ჩვენ, ეგ არის a ფ2-ს -1 შეფარდებული ფ2-ის კვადრატს -1-ის კვადრატი, ფ2-ის კვადრატი 2-ია, გამოკლებული 1-ის კვადრატი 1-ია და ნუ გამოგვივიდოდა ასეთი რა. a ფ2-ს მინუს a გამოდიოდა ქვედა ნაწილი. და ზედა ნაწილი რა იქნებოდა? ეს იქნებოდა ოქროები 100-ს გამოკლებული a ფ2-ს მინუს a შესაბამისად ეს იქნებოდა, გაიხსნებოდა ფრჩხილი 100 მინუს a ფ2 დამატებული a, ეგ გამოდის 200 მინუს a ფ2. ასეთი ამბავია. ერთი გვერდი იქნებოდა ეს და მეორე გვერდი შესაბამისად იქნებოდა აი ეს. ეს ნაწილები. მაგრამ იგივე ამოცანა შეგიძლიათ დააკეთოთ აი როგორ იცით? თავიდან რომ დაგიგმოთ ახლა თქვენ. აი როგორ ნახეთ? ახლა დავაგმოთ ახას. აი ჩვენ ხო ვარ შეთანხმებული რომ ვიცით, აი მოდ დავაწერ ამას რაიმე ასოებს, რაღაცა a b ეს იყოს k და აი a k ისე შეეფარდება k b-ს როგორც a შეეფარდება a ფ2-ს, ხო? და ანუ ესე იგი 1 შეფარდებული ფ2-თან და ეს იქნებოდა ფ2 ნაწილი ფ2x, ეს იქნებოდა 1 ცალი x. და შესაბამისად a-ს გაუტოლებდით ფ2 x პლუს x, ნუ x-ი გავიდოდა ფრჩხილებს გარეთ. და ანუ შედარებით უფრო ადრე გამოდის დაწერილი, რომ x-ი არის a შეფარდებული ფ2 პლუს 1-თან. ნუ აქაც ირაციონალობას მოსპობდი და ისე გააკეთებდი, მაგრამ ნუ ცოტა უფრო რაღაცა ასე თქვა 1-2 ნაბიჯით, პატარა ნაბიჯების დაზოგვა ხდება ოღონდ, წინ იქნებოდა ეს მომენტი. კარგი, მოდი აბა აღარ მივიყავ ამას მომენტი, უკვე გავაკეთეთ ჩვენ ეს ერთნაირად, ხო? 92. იპოვეთ კათეტები, თუ მართი კუთხის ბისექტრისა ჰიპოტენუზას ყოფს 3 და 4 სტოლ სანტიმეტრი. აი, მოდი აბა ავდგეთ ახლა ასე. ასე. სამართი. და ვიცით რომ აი ბისექტრისა რომ გავავლეთ 3 სანტიმეტრი და 4 სანტიმეტრია ეგ. თოვე კათეტებს და ეგრევე კათეტები ხო ამ 3 და 4-ის პროპორციული გამოდის ისევ და ისევ ბისექტრისის თვისებიდან გამომდინარე. აი როგორც მე გირჩიეთ რომ კოსინუსების თეორემა ერთ-ერთი პირველი იყოს პრიორიტეტების ექში აი ამოცანას თუ კიდევ მივებხვდი რა აკეთებს რომ მოდი ეს ხო არ გააკეთებს აი რაზე შეიძლება იეჭო ჯერ იქ მსგავსება უნდა ეძებო მე კოსინუსების თეორემა ბისექტრისა თუ იქნება ნახსენები აუცილებლად უნდა გაგახსენდეთ ბისექტრისის თვისებები აუცილებლად ორი თვისება უპირობოდ ერთი კონკრეტულად რა რომ ბისექტრისის ნებისმიერი წერტილი კუთხის გვერდებიდან თანაბრად არის დაშორებული და მეორე აი ეს თვისება რომ მოპირდაპირე თუ საკუთრეთშია გავლებული მოპირდაპირე გვერდს გაყობს მიმდებარე გვერდების პროპორციულად. ახლა აქედან რა გამოდის თუ გაყობ მოპირდაპირე გვერდი 3-ის და 4-ის ტოლ დაწილად, ესე იგი ეს 3x იქნება, ეგ 4x არ იქნება? კი. და ნახეთ რა მარტივია ახლა. ესე იგი შენ გააქვს ფაქტობრივად პითაგორას სამეული, ხო? 3x 4x და ეს გამოდის 5x.
ანუ 5x უდრის 7, აქედან x უდრის 7/5-ს და უმარტივესად ამოცადა ეს გვერდი რა იქნებოდა? 3 ჯერ 7/5 ანუ 21/5, ხოლო ეს იქნებოდა 4 ჯერ 7/5 ანუ 28/5. ნუ ახაც ახლა სიჩქარის გამო რა პირობა ცოტა სხვანაირად თუ არ გავიგეთ, თქვა უნდა ძალიან მარტივი ამოცანა იყო. თუ ასე მივუდგებოდით რა. თუ არა და ცოტა ანგარიში დაგჭირდებოდა შედარებით მეტი. 99 ნომერი. მართკუთხა საფუძვლის კათეტები ვიცით და იპოვეთ ამ საფუძვლის მახვილი კუთხის ბისექტრისები. კარგი ბატონო, მოდი აგერა, წავუყვეთ. ვიცით რომ კათეტები არის 9 და 12. თუ რა თქმა უნდა ჰიპოტენუზა იქნებოდა ესა 3 ჯერ 3, ეს 4 ჯერ 3, ეს 5 ჯერ 3, ანუ 15 იქნებოდა. მოდი ვიპოვოთ ჯერ აი აქედან დაშვებული ჰიპოტენუზა, ხო? მოდი ამას დავარქვათ, ასე ვთქვათ, L1. გავხსენოთ რას უდრის მეგობრებო ჰიპოტენუზა კი ერთ-ერთ კათედრზე დაშვებული ბისექტრისა უნდა ვიპოვოთ და ბისექტრის აღნიშნოთ L1-ით და როგორ იპოვება? გაიხსენეთ, ბისექტრისის სიგრძე ტოლია, ფესვი მიმდებარე გვერდების ნავრავს გამოკლებული მოპირდაპირე გვერდზე მოკვეთილი გვერდების ნავრალი, ხო? ანუ ეს თუ AB, ეს ბისექტრისა და მოპირდაპირე გვერდზე მოკვეთა MN მონაკვეთები, ნუ მაშინ ბისექტრისის სიგრძე დაითვლებოდა აი ასე. ან თუ გინდა L კვადრატი უდრის AB მინუს MN. შენზეა დამოკიდებული რას დავწერო. მაგრამ მე არ ვიცი ახლა ეს მოკვეთილი გვერდები და რა პრობლემაა? როგორ შეეფარდება ეს ორი გვერდი ერთმანეთს, როგორც 9-15-ს. აი რომ დავაწეროთ ასოები, ეს რო იყოს ახლა B, ეს C აქ, ეს K, ხო? ანუ B, K ისე შეეფარდება K, C-ს როგორც 9-15-ს, ხო? მოდი შეგვეცოთ. როგორც 3-5-ს. ესე იგი დავაწეროთ ამას 3x-ი, ამას 5x-ი უქმები. კი ბატონო. და რა გამოდის მაშინ? გამოდის რომ 3x + 5x ეგ არის 12, ანუ 8x არის 12 და x გამოდის შეკეცებოდა 4-ზე და 3 მეორედ. ესე იგი რა გამოვიდა bk? bk გამოდის 3 ჯერ 3 მეორედი, ანუ 9 მეორედი და kc გამოდის 5 ჯერ 3 მეორედი, ანუ 15 მეორედი. და რა იქნებოდა ჩვენი სიგრძის ბისექტრისის სიგრძის ფორმულა, ხო, L1-ის კვადრატი, ეს იქნებოდა მიმდებარე გვერდების ნავრავს გამოკლებული, აი ამ მოპირდაპირე ნაწილების, ასე თქვათ, 9 მეორედი გამრავლებული 15 მეორედზე, აი მათი ნავრალი. ეს გამოდის უქმები L1-ის კვადრატი უდრის ნახეთ, ეს ხო 4-ია, მნიშვნელში 4 გამრავლდება აქ, ან ფაქტობრივად გააქვს 4 ჯერ 9 ჯერ 15-ს გამოკლებული 9 ჯერ 15 შეფარდება 4-ს, ანუ ეს არის 3 ცალს საკლდება, 4 ცალს აკლდება 1, ანუ ფაქტობრივად ეს გამოდის, ცოტა სწორად კი ვაკეთებ, არა ანგარიში არ შემეშალოს. ანუ 3 ცალი 9 ჯერ 15 გამოვიდა. ეს არის ოქროები, რომ დაშალოთ ვარვალებად 3 ჯერ 9 ჯერ 3 ჯერ 5 ჯერ 4, ნახეთ და რომ ამოფესვოთ. 3 და 3-დან ამოდის ფესვი არის 3, 9-დან ამოდის ფესვი არის 3, 5-დან არ ამოდის ფესვი და 4-დან ამოდის. ანუ გამოვიდა 9 ფესვი 5 მეორედი. მოდი გადავამოწმოთ ახლა ცოტა უცნაური რიცხვია და რამდენად სწორად გავაკეთე. გონი რაღაც შემეშალა 89 მეცხრე ნომერი სად არის? 9 ფესვი 5 არა, არ შევშლი. ანალოგიურად დაითვლებოდა მეგობრებო მეორე ბისექტრისაც L2 ეს 12-ია, ეს 15-ია, აქ AM-ი ისე შეეფარდება MB-ს
როგორც AM-ს როგორც 15 12, ანუ შესაბამისად ეს გამოდის 5 4-თან. ანუ ეს არის 5y, ეს არის 4y, ეგ სულ არის 9. შესაბამისად გამოდის რომ და 9y უდრის 9-ს და y უდრის 1-ს, ანუ AM გამოვიდა 5 სტოლი, MB გამოვიდა 4 სტოლი და ახლა დგებოდით და დავწერდით ფორმულას, ხო? L2-ის კვადრატი გამოდის 12 ჯერ 15-ს გამოკლებული 5 ჯერ 4. 12 ჯერ 15 ეს არის 180, გამოკლებული 20 ეს 160 და 160 ეს არის 16 ჯერ 10, ანუ 4 ფესვი 10 გამოდის მეგობრებო L2. ბატონო ავტორიც ასე ფიქრობს აქ 60 გვიწევს. კარგი, მოდი ნახოთ ახლა ჩვენ ეს 99-ს მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე. 99-ე ნახოთ, რას გვიმზადებს, რა უნდა. აბა 90. სამკუთხედის ერთ-ერთი ბისექტრისების გადაკვეთის წერტილით იყოფა შეფარდებით 4 ერთად, წვეროს მხრიდან. მოდი ეს რაღაც ისეთი პირობა ჩანს. ასე. ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი, ნუ რა უნდა გახსენდებოდეს, ეს არის ჩახაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს, ხო? აგერ, მოდი ორი ბისექტრისა ავიღოთ, იმიტომ რომ გადაკვეთის წერტილის საპოვნელად მაგით საკმარისია. ანუ ბისექტრისების გადაკვეთი, ერთ-ერთი ბისექტრისების გადაკვეთის წერტილით იყოფა შეფარდებით 40 ერთად, რაღაც ისეთი უცნაურია, მაგრამ კაი, 40x და x. ნუ წვეროს მხრიდან. იპოვეთ სამკუთხედის პერიმეტრი თუ იმ გვერდის სიგრძე, რომლისადმითაც გავლებულია ბისექტრისა 30 სტოლია. აჰა. ძალიან. ანუ ეს არის მეგობრებო 30. რაღაცა ისეთი განცდა მაქვს, რომ აქ 4-იანი ხო არ დაეცეს, კაი, თქვა 40 წელი. კაი, ეგ არის 30 და რას ვეკითხებია, ვიპოვეთ სამკუთხედის პერიმეტრი. კაი ბატონო. გვეკითხებია თქვა ABC სამკუთხედის პერიმეტრს. PABC-ს. უნდა ვიპოვოთ. აი, რას ვხედავთ ეგრევე აქ? აი, რა უეჭველი რა ჩანს, მეგობრებო და რა ჩანს და ეს ხო ოდიში აი აქ ცოტა ფერ შევცვლი. ამ სამკუთხედშიც ხო ბისექტრისაა ეს გავლებული ბისექტრისა, ხო? ბედან გავლებული და შესაბამისად მაშინ 40x-თან თუ არ შეფარდება, ესეც იქნებოდა აქ 40 რაღაც y, აქ იქნებოდა y. ახლა ანალოგიურად დააკვირდით მეგობრებო, ჩვენ მეორე აი ცედანაც რომ გაგვევლო ბისექტრისა, ისიც ხო აუცილებლად აქ გაივლიდა, იმიტომ რომ ბისექტრისების კვეთის წერტილია ეგ და გამოდის ცედან გავლებული ბისექტრისაც აქ გაივლება აუცილებლად. და მაშინ აი ამ სამკუთხედშიც ესე იგი ცედან გავლებული ბისექტრისა თუ 1:40-თან შეფარდებით ყოფს, ეს მიმდებარე გვერდიც ხო იქნებოდა აქ რაღაცა თქვათ x-ი, აი x-ი გამოყენებული მაქვს და იყოს რაღაცა z-ი და 40 z-ი არ იქნებოდა ასე. იმიტომ 1:40-თან იქნებოდა შეფარდება. აი ამ სამკუთხედის და ამ სამკუთხედთან გამომდინარე, ესე იგი 1:40-თან შეფარდებით გაყო, ესეც იქნებოდა მიმდებარე გვერდები 1:40-თან.
ახლა ჩავწეროთ აბა საკუთხედის პერიმეტრი რა გამოვიდა? 40y, y, z, 40z, ხო? ხო გამოდის PABCC გამოდის იდეაში 41y პლუს 41z. ასეთი ამბავი გამოდის და ეგ რა არისო ქრუები? ეგ არ არის 41 გაიტანეთ ფრჩხილებს გარეთ და y პლუს z. აი ხო მივხვდით საიდან მივიღეთ აქ 41 y, ანუ ამ გვერდს უნდა დამატებოდა მთლიანად ეს და მთლიანად ეს y პლუს z. ანუ 40y დამატებული y, ეს 51y-ია დამატებული z, დამატებული კიდევ 40z და ჩვენ ეს ვიცით არის 30, მეგობრებო, y პლუს z არ არის 30, აგერ არის ქონდა ეს z. ანუ 41-ში 30 გამოვიდა. ნუ ეს გამოდის 1230 იქნებოდა ეს ნავრალი. კი ბატონო, ავტორიც ასე ფიქრობს. კაი, ნუ ახლა მართალია დიდი ვიდეო არ გამოგვივიდა, მაგრამ 10 ამოცანა პრინციპში ჩავწერეთ და მოდი დროებით დავიშალოთ ახლა, შეწყვეტეთ გარჩევა და 91 ნორმის გარჩევით დაგიბრუნდებით.